მოგესალმებით მეგობრებო. სამწუხაროდ ამ შაბათ-კვირას ვერ მოვახერხე სათევზაოს წასვლა. ამიტომ ეხლა გვექნება ესეთი პატარა ვიდეო, რომელიც შეეხება ტიპერის ფირმის ეხოზონდის განხილვას. ესე გამოიყურება. კონკრეტული მოდელი არის Deeper Pro. ეხლა ვიმყოფები ქალაქთან ახლოს, ესეთი მდინარე ჩამოდის. მაგარი ადგილი კი არა. ეხლა შევეცდები გაჩვენოთ რა ფუნქციები გააჩნია, როგორ მუშაობს. და აქვე წამოღებული მაქვს დასაკორმი ნავი და შევეცდები ნავზე დამაგრებას. და უკვე ნავით შევალ და დავათვალიერებ, როგორი ფსკერი აქვს ამ მდინარეს. შეგახედებთ, როგორი გამოსახულებით გვაჩვენებს თევზებს, როგორი ძირს გვაჩვენებს და ამ ყველაფერს ნელა აგიხსნით. ეხლა გავაკეთოთ პირველ რიგში გავხსნათ, ეგრეთ წოდებული unboxing-ი გავაკეთოთ და ნახოთ რა მოყვება კომპლექტში. ესე იგი, გავხსნით ესე. და რა გვაქვს კომპლექტში რა. ეგრევე ხედავთ თვითონ ეხოზონს, რომელიც გამოიყურება ესე. 6 სანტიმეტრი არის მოცულობა. Deeper Pro. პირველი რაც თვალში შესამჩნევია, ეგრევე არის მისი ზომა და წონა. მისი წონა არის 100 გრამი. იდეალურად ჩემი აზრით მშვენიერი წონა, როგორც მისი ანკესით გადაგდება წყალში, ასევე თუნდაც ესეთ დასაკორმ ნავზე გამოყენებისთვის. აგრეთვე კარობკაში დევს, როგორც შეამჩნევდით, კიდევ ერთი პატარა ყუთი და გვაქვს 2 ცალი ოქროსფერი სპეციალური სამაგრი. ეხლა გაჩვენებთ, რაში გამოიყენება სამაგრი რა. აი აქ მოყვება ესეთი დაკრული სტიკერი, სადაც აქვს ყველას აქვს თავისი განმარტება, რომელი სამაგრი რა დროს უნდა გამოვიყენოთ. ნავით როცა შეგვაქვს, როდესაც მაგალითად ხიდიდან თევზაობთ, ასევე როდესაც ანკესით შეგვაქვს. მოხსნათ ეს სტიკერი, არ გვჭირდება. და ეხლა მე გამოვიყენებ. სავარაუდოდ უკვე ვიცი როგორ უნდა დავაყენო, ამიტომ გამოვიყენებ შუა სამაგრს. ესე ჩვეულებრივ ეხრახნება. არა, შუა სამაგრი არა. შემეშალა. გამოვიყენებ ზედა სამაგრს. ესე ესე მჭიდროდ დავჭერ. კარგი, ახლა გაჩვენებთ რა მოყვება მეორე შავყუთში. ესე გამოიყურება მეორე შავი ყუთი. შიგნით დევს დასამუხტი კაბელი და დევს ესეთი შავი ჩანთა და რა თქმა უნდა რაღაც საბუთები, რომელიც ახლა ჩვენ არ გვჭირდება. ესე ვთქვათ, მისი განმარტებელი. მოყვება ესეთი ლამაზი პატარა ჩანთა, სადაც შეგვიძლია ჩვენი ეხოლოტი ესე მოვათავსოთ. ესე მჭიდროდ ხდება. და იდეალური გადასატანია რა. არც დაზიანდება, შეგვიძლია ჩამოვიკიდოთ თუნდაც ან შარვალზე, ან აღჭურვილობაზე მაგალითად. კარგი. სხვა ყუთში საინტერესო არაფერი არ დევს.
ესე იგი გავხსნათ ახლა და შევხედოთ შიგნი რა გვაქვს. ნუ როგორ გამოიყურება. იხსნება ესე დატრიალებით. როგორც კი ხედავთ, ეგრევე გვაქვს მიმღები. ეს Deeper Pro მუშაობს Wi-Fi-ის სიხშირით, ესე ვთქვათ. აქვე გვაქვს დასამუხტი ჯეკი, რომელიც არის სპეციფიკური, ესე ვთქვათ, არ არის TFC. და სხვა არაფერი საინტერესო ისეთი არ არის, აწერია მოდელი, აწერია დამუხტვის ძალა და ასე შემდეგ. ერთი საინტერესო მომენტი დახურვის დროს აუცილებელია დავხუროთ, აი ემჩნევა არის ესეთი სამი ხაზი, ზემოთ და ქვემოთ უნდა იყოს პირისპირ და შემდეგ დავატრიალოთ, რომ ეს ზედა წარწერა და ასე ქვედა მოხდეს ბოლოს ესე პირისპირ, რომ არ მოხდეს დიპერში წყლის მოხვედრა და დაზიანება რა. კარგი. ესე გამოიყურება რა. მისი ესე ვთქვათ ტექნიკური მახასიათებლები არის დამატებითი მოწყობილობების გარეშე მუშაობს 100 მეტრის რადიუსზე, 100 მეტრი შეგვიძლია შევიტანოთ ან გადავაგდოთ. და ასევე თუ გამოვიყენებთ დამატებით Wi-Fi-ის რაუტერს, შეგვიძლია უკვე გავზარდოთ 200-300 მეტრი, მაგას უკვე რაუტერიდან არის დამოკიდებული მისი გაზდის მანძილი. რაც თავარია დამავიწყდა მე თქვა რომ ქვედა მხრიდან აქვს ესეთი ორი ოქროსფერი, ესე ვთქვათ, პატარა ბურთულები, რის საშუალებითაც გვაწვდის უკვე სიგნალს წყლიდან და აუცილებელია ეს ორი ბურთულა იყოს წყალში მოთავსებული. როგორ გამოიყურება სამაგრი ნავისთვის? ესეთი მოწყობილობა მაქვს. ეს მოწყობილობა არის, ესე ვთქვათ, DJI-ის კამერის როგორ გითხრათ, გადამყვანები დამჭერები. ეს უკვე მე მოვიფიქრე და მე გადავაკეთე ესე. აქვე მაქვს კარაბზე დამაგრებული დამატებითი, ესე ვთქვათ, თოკი. იმ შემთხვევაში თუ ამ სამაგრიდან ჩვენი დიპერი მოხდება, დიპერის გაძრომა, დაშვება, რომ მოხდეს დაკარგვა მისი. ესე მარტივად მაგრდება. ასე დამაგრდა. აქ უკვე ვარეგულირებთ. იმ ესე გავწევ. დავარეგულიროთ ახლა ამ შემთხვევაში, როდესაც ნავზეა საუბარი, უნდა დავარეგულიროთ ის გასწვრივ რა დონეზეც ჩადის წყალში ნავი. ანუ დიპერს გააჩნია ესეთი ზოლი და სასურველია ამ ზოლის მიხედვით იყოს უკვე წყალში. არც ზედმეტად ზევით, არც ნაკლებად ქვემოთ. ოდნავ ზემოთ თუ მოხდება არ არის პრობლემა არანაირი. ესე იგი, ამ სამაგრს ახლა დავაყენებ კიდე ზემოდან. აი, ესე გამოიყურება. გამოიყურება ესე. ცოტა ავწევ მაღლა. ჩემი აზრით ეს არის ახლა იდეალურად. მაგას მე კიდე გავასწორებ. შეგვიძლია ნავი ჩავრთოთ. მეგობრებო, ნავი და დიპერის ეხოლოტი მზადაა გასაშვებად, მაგრამ რომ მოვახდინოთ მისი გაშვება და ესე ვთქვათ, გამოყენება, საჭიროა ტელეფონში გქონდეს აპლიკაცია სპეციალური, რომელიც როგორც App Store-ზე, ასევე Google Play-ზე არის უფასო და შეგიძლიათ გადმოწეროთ. ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. ესეთი ცისფერი სიმბოლო აქვს. ესე იგი კარგად რომ იმუშაოს დიპერმა აუცილებელია გამორთოთ მობილური ინტერნეტი. იმიტომ რომ ხელს უშლის. უნდა იყოს მხოლოდ Wi-Fi. აქ დავაჭერთ ჩართვას, დაკავშირებას. ესე იგი, მეგობრებო,
რომ მოვახდინოთ მისი დაკავშირება აუცილებელია დიპერი იყოს წყალში, ანუ ასე ვთქვათ, ის მიმღები დასველდეს და დაიწყოს სიგნალის გადმოცემა, ესე უკვე просто ჩავსვავთ წყალში, ან იქვე ჩავაგდებთ. ესე იგი, როგორც ხედავთ, მეგობრებო, ეკრანზე ჩანს რას ვიყენებთ, რა მომენტში ვინა გამოყენება ამ დიპერის. ეს არის უბრალოდ სკანირება, ნავით გამოყენება და ზამთრის თევზაობა. ესე იგი, დიპერი წყალში არის. ეხლა აქვე მე ვიდეოს როგორმე შევეცდები, რომ თვითონ დიპერის სკანირებული გაჩვენოთ, დავამონტაჟო როგორმე. ესე იგი, ავირჩიოთ ნავი და ხეხა უკვე გვაჩვენებს და გვიწერს ზემოდან ძალიან პატარა არის, ან ძალიან ღრმა არისო. კიდე აქვე დავამატებ, რომ მისი მაქსიმალური სიღრმის მუშაობის სიღრმე არის 80 მეტრი. ეხლა აქ როგორც ხედავთ ჩვენ. გვაჩვენებს წყლის ტემპერატურას მარცხენა კუთხეში 18 გრადუსი, გვიწერს ტელეფონის პროცენტს დამუხტვის, დაბლა არის დიპერის დამუხტვის პროცენტი, მიღების სიხშირე, გადაადგილების სიხშირე და 2 და 10 მეტრი ეს უკვე წყლის სიმაღლე. კაი, ცოტა გავიდეთ. დაბლა როგორც ხედავთ, უკვე გვაჩვენებს, რომ არის თევზი დაინახა, მაგრამ თევზის ნიშანს ძალიანაც არაა სასურველი რომ ვენდოთ, უბრალოდ უნდა დავაკვირდეთ ყვითელ ლაქებს. ყვითელი ლაქები უფრო ნიშნავს, რომ არის თევზი. ყავისფერი, ესე ვთქვათ, ძირი ნიშნავს, რომ არის, ესე ვთქვათ, მკვრივი ძირი, არ არის მაგალითად რაღაც მცენარეები, რაც უფრო მუქი არის, მით უფრო მკვრივია. შედარებით ღია ყავისფერი ნიშნავს ან ქვიშას, ან ტალახს რა. მწვანე ფერი ნიშნავს, რომ არის, ასე ვთქვათ, მცენარეები, შეიძლება იყოს რაღაც პატარა ბალახი, ან უბრალოდ მცენარეები. ეხლა გავიდეთ ცოტა წინ, როგორც ხედავთ, დაახლოებით 20 მეტრაზე ვარ გასული. ძალიან შორსაც არ მინდა, იმიტომ რომ ეს მდინარე არის და აქ აქვს თავისი დინება, ესე ვთქვათ, და ნამდვილად არ მინდა ხა ნავის დაკარგვა, მაგრამ ჯერჯერობით თავს ართმევს რა. ესე იგი, გავდივართ კიდე ცოტა წინ. როგორც ხედავთ, გვიწერს სიმაღლეს 2 და 2, 2 და 3, ანუ 2 და 30, მაქსიმუმ რაც დაინახა. ფსკერს რასაც უყურებთ ახლა, აქ არის ბევრი მცენარეები არ არის, იმიტომ რომ ეს მდინარე არის და ძალიანაც ვერ იქნება. და რაც ეხება, აი როგორც კი ჩანს, ცოტა სტორმასწორო ადგილებიც არის, მაგრამ ძირითადად ესე ვთქვათ, სწორი ძირია. აქვე გვაქვს ფუნქცია ესე ვთქვათ, სეტინგების, შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე ანუ უფრო ფართო კუთხე სკანირების 55%, ასევე 15, მაგრამ ჩემი აზრით 15 უკეთესი არის. დაბლა გვაქვს ავტომატური, ხო ეს დაბლა გვიჩვენებს, რომ ავტომატურად გადართოს. აქ ვირჩევთ როგორ გვაჩვენოს, ანუ მაგალითად შეუძლია ესე, შეუძლია ღამის, ესე ვთქვათ, პერიოდში გამოყენება. აქ შეგვიძლია ჩავურთოთ ნიშანი თევზის, ან გამოვურთოთ რა. იყოს არა აქვს მნიშვნელობა ჩართული. და აქ ესევე აქვს კიდე სხვადასხვა ფუნქციები, რომელიც ახლა მე ძალიან კარგად არ ვიცი, იმიტომ რომ პირველად ვიყენებ. კაი, გავაგრძელოთ ცოტა, გავიდეთ. შევეცდები რაიმე ვიპოვო საინტერესო.
აქ როგორც ხედავთ აქ ბევრი საინტერესო ამ ადგილზე არაფერი არ ხდება. ერთი თავიდანვე როგორც კი ჩაუშვით, მაშინ დაინახა რაღაც თევზი. როგორც ხედავთ, სიმაღლე იმატებს 2 და 5. ორი და 6 და იქეთ უკვე ძირსაც როგორც აკვირდებით, ხრმავდება. 2 და 6 მაქსიმუმ. 2 და 7-ზეა უკვე. აი აქ ეხლა დაახლოებით ვარ შუაში ამ მდინარის და ლოგიკურია, შუაში უფრო ღრმა არის. აი ეხლა როგორც ხედავთ, გვერდზე ჩავურთე ესეთი გამოსახულება, ესე ვთქვათ და აქ უკვე გიწერს მუშაობის მანძილი არის 30, 60, 90, ანუ 100 მეტრა შეგვიძლია გავიდეთ ამით. და შეგვიძლია ვაკონტროლოთ, შეგვიძლია ამას მერე დიპერი თვითონ ინახავს, ესე ვთქვათ და შეგიძლიათ გადახედოთ, ესე ვთქვათ თქვენ დასკანირებულ მდინარე იქნება თუ ტბა იქნება რა და მაგის დამიხედვით შეგიძლიათ მერე წერტილები დასვათ, რომ მაგალითად ერთხელ შეხვედით და უკვე იცით სად რა სიღრმე არის, აი ყველაფერი რო მოასკანეროთ ეს ადგილი, სადაც აპირებთ თევზაობას, უკვე გეცოდინებათ სად როგორი სიღრმე არის და სად რა ხდება. ეხლა შევეცდები ცოტა გავიდე მარჯვენა მხარეს. იქნებ რაიმე საინტერესო აღმოჩნდეს. თანაც არ მინდა, იმიტომ რომ წდინება მარწა იყოს ნავი და დავრჩები ნავის და ეხოლოტის გარეშე. ну როგორც ხედავთ, ეხა აქ სტაბილური მაქსიმალური რაც აღმოვაჩინეთ, აი წავიდა 2 და 8. 2 და 8 არის საქსიმაღლე რა. როგორც ხედავთ, სადაც იწყება ჩაღრმავება, იქ მცენარეები არ არის. ეხლა აი ამ ადგილზე სავარაუდოდ მდინარის შუა არის და არის ცოტა შედარებით ჩქარი დინება და ამიტომ არანაირი მცენარე ძირზე არ არის. კარგი, ეხლა გამოვიდეთ აქვე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაგალითად როცა შეგაქვთ ნავით, ესე ვთქვათ, აპირებთ დაკორმას და გიყენიათ როგორც მე, მაგალითად დიპერი, ჩაყრის მომენტში თქვენი საკვები დიპერს შეუძლია აღიქვას როგორც თევზი რა. ეს გადამოწმებული ინფორმაციაა ესეთი და ეგ იმას აღნიშნავს, რომ მაგალითად თქვენ ჩაყარეთ და იქვე მერე რომ მიხვედით, რომ ანუ როგორც ასეთი რომ გეგონო თევზებია, აუცილებლად იქ გაჩვენებთ როგორც თევზს ან ყვითელ ლაქას, მაგრამ ეგ იმას აღნიშნავს, რომ იქ მან თევზია. ესე იგი მოვედით, როგორც ხედავთ უკვე ნაპირთან ვარ და იწყება უკვე აქ მცენარეები ძირზე, ასევე სიმაღლე უკვე არის მეტრზე ნაკლები. მოდი აქვე ცოტა გავიდეთ. მინდა რომ რაღაც თევზის გვარი ვიპოვო. მაგრამ არაფერი არ არის ამ ადგილზე. აი როგორც ხედავთ, აღმოაჩინა. აი ნახეთ რა კარგი ადგილს გვაჩვენებს. როგორც ასე თქვი, არის ეგრეთ წოდებული იამკა, სადაც თევზს უყვარს მანდ დგომა, ესეთ მდინარეში, იმიტომ რომ როდესაც დინება არის, რომ ზედმეტად ენერგიის დახარჯვა არ მოუწიოს. არის ეგეთი მომენტები, რომ თევზი ესეთ ჩავარდნილ ადგილებში ჩერდება რა. აი ყვითელი თევზის წინ ხა როგორც მანდ ხედავთ თქვენ აპლიკაციაში, თევზის წინ რო ყვითელია, მაგას უფრო აქვს მნიშვნელობა. რაც უფრო დიდი არის ეგ ყვითელი, მით უფრო ნიშნავს, რომ მანდ დიდი თევზია რა. ასევე შეიძლება იყოს ბევრი. ერთად ეგ ყვითელი ეგ ნიშნავს, რომ თევზების რაღაცა ჯგუფი არის. ეხლა ვცდილობ ცოტა სხვა კუთხეში იქეთ ხის ქვეშ შევიდე. როგორც ხედავთ, მანდაც
ბევრი არაფერი არ არის. Ну, ამას კიდე ამის განხილვას უფრო პრაქტიკაშიც რო გამოვცდი კარგად სათევზაოდ რო გავალთ უკვე კარბზე იქნება თუ არა აქვს მნიშვნელობა რაზე გავალთ. ეხა ეს მდინარია, მაინც შევეცდები მე ტბა დავათვალიეროთ, სადაც უფრო წყნარი იქნება და მეც უფრო მეტი ინფორმაცია მექნება ამ დიპერის შესახებ რა. კარგი მეგობრებო, ამ ადგილში მეტი განსაკუთრებული არაფერი არ აღმოჩნდა. ეხა შევეცდები აქვე კიდე არის ახლოში ესე თქვათ დიდი ტბა და იმ ტბაზე მივალ და იქ შევეცდები გადაღებას. ეხლა იგი სამწუხაროდ მეგობრებო, ვერდი ტბაზე სადაც იყო მისასვლელი ადგილი, რომ შემძლებოდა ნავის შეშვება, ხალხით იყო სავსე, იმიტომ რომ ეს კვირა დღეა და ყველა რავი ისვენებს და ყველა გამოსულია და ვერ ვიპოვე ესეთი ადგილი, რომ მივსულიყავი და ვიდეო გადამეღო რა. არა უსავს შემდეგ გასვლაზე როცა გავალ სათევზაოდ დიპერი თან მექნება და იქედან უკვე კიდე ცოტა დამატებით ინფორმაციასაც გეტყვით რა. რავი სხვა მგონი ყველაფერი გითხარით, ფასი არ მithქვია ერთი ფასი, მისი ფასი ახლა არის 500 ლარი დაახლოებით ქართულ ფულზე, ფასდაკლებით ვიყიდე და ფასდაკლების გარეშე დაახლოებით 700 ლარია მისი ფასი. ეს არის კონკრეტული ვერსია Dipper Pro, არსებობს Dipper Pro Plus-ი, 2, 3 და კიდე ჩირკოს რაღაც ეგეთი ვერსიაც არის, რომელიც იქ უკვე სხვადასხვა დამატებითი ფუნქციები აქვს. ასევე მუშაობის რადიუსი იზრდება რა. დამატებითი Wi-Fi-ის რაუტერის გარეშე. კარგი, აბა კარგად იყავით. შემდეგ შაბათ-კვირას შევეცდები სათევზაოდ გავიდე და რაღაც დიდი კობრი ან ამური ან თუნდაც სხვა თევზი როგორმე ამოვაგდოთ. წარმატებული კვირა ყველას. აბა თქვენიც